გახსოვთ ალბათ, რომ კვადრატების სხვაობა x კვადრატს მინუს y კვადრატი მაგალითად შეგვიძლია ჩავწეროთ ნამრავლის სახით. ანუ ეს იქნება იგივე რაც x მინუს y გამრავლებული x პლუს y-ზე. და შეგვიძლია უცებ შევამოწმოთ კიდეც რომ მართლა ასეა, გავამრავლოთ და ვნახოთ x ჯერ x არის x კვადრატი, x ჯერ y არის დადებითი xy, მინუს y ჯერ x არის უარყოფითი xy და მინუს y ჯერ y არის მინუს y კვადრატი. მინუს y ჯერ x არის მინუს xy და ხო. და რადგან ერთნაირი წევრებია ესენი ოღონდ სხვადასხვა ნიშნით, ესენი ბათილდებიან და ბოლოს გრჩება x კვადრატი და მინუს y კვადრატი, რაც აი აქ გვიწერია. ახლა მოდი ვცადოთ აი ესეთი რაღაც. მოდი ვცადოთ x კვადრატს პლუს y კვადრატის დაშლა მომრავლებად. მოდი ესეთ რამეს ვიზამ. მე ვიცი რომ სხვაობა კვადრატების შემიძლია დავშალო მომრავლებად. ამიტომ მოდი ამას გადავწერ როგორმე სხვაობად. დავწერ x კვადრატს მინუს y კვადრატი. აი ესეთ რამეთ დავწერ. ახლა ეს რაში გვეხმარება? ნუ დაუკვირდეთ იმას რომ მინუს y კვადრატი იგივე რაც მინუს 1 გამრავლებული y კვადრატზე. იქნებ რამენაირად მინუს 1 რაღაცის კვადრატად გამოვსახო მე და მაშინ აქ მექნება სრული კვადრატი. ახლა მინუს 1 რისი კვადრატია? განმარტების თანახმად მინუს 1 ტოლი არის i კვადრატი, სადაც i არის წარმოსახვითი რიცხვი. ამიტომ ახლა ეს გამოსახულება შემიძლია ჩავწერო ესე, ეს იქნება x კვადრატს მინუს i კვადრატ ჯერ y კვადრატი. ახლა ეს უკვე შემიძლია კიდევ უფრო დავამსგავსო კვადრატების სხვაობას, ეს იქნება x კვადრატს მინუს iy კვადრატში. და მორჩა შემიძლია უკვე მომრავლებად ჩაწერა დავიწყო. მექნება x მინუს i ჯერ y და x დამატებული ისევ i ჯერ y. და მორჩა გათავდა მომრავლებად, კერდა ნამრავლის სახით მოკლედ გადავწერეთ კვადრატების ჯამი. აი ამ წარმოსახვითი ის დახმარებით.